საღამო მშვიდობისა გასული კვირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ევროპარლამენტის გადაწყვეტილება იყო. საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭებას მხარი უკვე დაუჭერეს და დღეს სწორედ აღნიშნული თემით ხსნით გადაცემას. პირველ რიგში გილოცავთ ვიზა ლიბერალიზაციას, ახლა კი ერთად გავეცნოთ იმ კომენტარებს, რომლებიც პოლიტიკოსებმა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენის შემდეგ გააკეთეს. მეორე საზოგადოებრივი ეთერში გადაცემას ჩვენი პარლამენტი კოლეგებთან ერთად მე ჟურნალისტი ნიკა კაცია წარმოგიდგენთ. 553 ევროპარლამენტარის მხარდაჭერით საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ შეძლებენ გამგზავრებას. უმრავლესობის გადაწყვეტილება 66 მოწინააღმდეგე ყავდა დარბაზში. ბრიუსელში პოზიტიური შეფასებების გარდა იყო კრიტიკული გამოსვლებიც. ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მიღებული ბენეფიტებით სარგებლობას ასევე შეძლებენ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც. ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ქართველი დეპუტატები ონლაინ რეჟიმში დიდ მონიტორზე ადევნებდნენ თვალყურს. ეს არ არის უბრალოდ გადაადგილების თავისუფლება, რომ შეგვეძლება მოვხდეთ უვიზოთ ევროკავშირის ტერიტორიაზე. დღევანდელი დღე შეცვლის ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქის ცხოვრებას. შეცვლის ახალგაზრდების ცხოვრებას, სტუდენტების ცხოვრებას, ბიზნესმენების ცხოვრებას. მრავალი გამოწვევის წინაშე მდგარი ევროკავშირი იღებს ამ გადაწყვეტილებას და აძლევს საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას. ეს ნიშნავს, რამხელა მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის ჩვენს ქვეყანას და რამხელა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უპასუხოს იმ რეფორმებს და განხორციელებულ შესრულებულ საშინაო დავალებას, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით შეასრულა. ვიზა ლიბერალიზაციის მონიჭებამდე გავლილი გზა რთული და შრომატევადი იყო. უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმა საქართველოს 2013 წელს მიიღო. მას შემდეგ კი პარლამენტმა 100-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა. სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციაში ჩართული იყო ხელისუფლების ყველა რგოლი. ირაკლი კობახიძე ვიზა ლიბერალიზაციის კენჭისყრის პროცესს ევროპარლამენტში ესწრებოდა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ საქართველოს წარმატება მოქალაქეებს ბრიუსელიდან მოულოცა. ეს არის რა თქმა უნდა ჩვენი თითოეული მოქალაქის დამსახურება იმისა, თუ რა ასე ვთქვათ დამოკიდებულება აქვს ჩვენს მოქალაქეებს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. ეს არის დამსახურება ძალიან დიდი მხარდაჭერის ევროპული იდეის მიმართ, რომელიც არის ჩვენ საზოგადოებაში. მოლოდინის პერიოდი გრძელი იყო. საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლებას 2015 წლიდან ელოდა. პროცესი უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა და მიგრანტთა კრიზისმა გაართულა. საბოლოო გადაწყვეტილება კი ევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მიღების შემდეგ გადაწყვიტა. ვიზა ლიბერალიზაციის ფარგლებში გაწეული სამუშაოსთვის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საჯარო მოხელეებს. ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან დღეს ჩვენ სამაგალითო გვიწოდეს ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესისთვის და მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის. მრავალი თაობის ოცნების ასრულების გზაზე ჩვენი ქვეყნის ელჩები ვხდებით და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ფართოდ იქნება ეს კარი გახსნილი უკვე მომავალი თაობებისთვის. მინდა მადლობა უთხრა ჩვენს მთავრობას, აღმასრულებელს და საკანონმდებლოს პარლამენტს, როგორც მოქმედს, ასევე წინა ხელისუფლებებს იმისთვის, იმ მუშაობისთვის, რაც მათ გასწიეს ამ მნიშვნელოვანი მიღწევისათვის. უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირს საშუალება ექნება ევროპაში 6 თვის განმავლობაში 90 დღით გაჩერდეს. შენგენის ტერიტორიაზე მოსახვედრად საელჩოს ნებართვა აღარ იქნება საჭირო, თუმცა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა შეიძლება მოითხოვოს სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა. ვიზა ლიბერალიზაცია ასევე არ გულისხმობს მუშაობის უფლებას ევროპის ტერიტორიაზე. უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავარაუდოდ მარტიდან ამოქმედდება. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კამათი გრძელდება, რა ფუნქცია და უფლებები უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელ უწყებას, რომლის შექმნასაც მმართველი გუნდი ითხოვს. რა შედეგი შეიძლება დადოს სუსის დაქვემდებარებაში მყოფმა სააგენტომ და რის გამო აკრიტიკებს საპარლამენტო ოპოზიცია უმრავლესობას. ვიდრე თემაზე დეპუტატების მოსაზრებებს მოვისმენთ, ჩემი კოლეგა სოფიო დემეტრაშვილი მოგიყვებათ, რა პოზიცია აქვთ არასამთავრობოებს მმართველი გუნდის კანონპროექტზე. შენარჩუნდება თუ არა ორგასაღებიანი ფარული მიყურადების სისტემა და რამდენად დამოუკიდებელი იქნება პოლიტიკური გავლენებისგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაქვემდებარებული სააგენტო.
სასტორზე სახელმწიფო უსაფრთხოება და ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებადებს. მოქმედი ეგრეთ წოდებული მოსმენების კანონი კითხვებს უჩენს ადვოკატს და საგამოძიებო უწყებების ყოფილ თანამშრომელს. ფარული მიყურადება მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში გამოიყენება. კახაბერწერეთელი ამბობს, რომ ამ ინსტრუმენტით სარგებლობა აუცილებლობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია. თუმცა საგამოძიებო სამსახურებისთვის მისი პირდაპირი ხელმისაწვდომობა არაჯანსაღი გამოყენების საფრთხეებს ქმნის. უსაფრთხოებაც ადამიანის უფლებაა. და ამიტომ ამ ბალანსი უნდა იყოს დაცული. ჩვენ ალბათ ეს ზღვარი უნდა შევაფასოთ იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ საზოგადოებას აქვს. დღეს რატოა ეს საკითხი მტკივნეული? ხო არის განცდა იმისა, რომ შეიძლება ყველა მოსმენა არ იყოს კანონის ფარგლებში ჩასმული. ამიტომ ჩემთვის გასაგებია ის წუხილი, რომელიც გამოითქმევა და უკავშირდება დამოუკიდებლობას ამ სამსახურის. ის რომ არაკონსტიტუციურია ეგრეთ წოდებული მოსმენების კანონი უმაღლესმა ინსტანციამ გასული წლის 14 აპრილს გამოაცხადა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ფარულ მოსმენებზე ხელმისაწვდომობა საგამოძიებო სამსახურს არ უნდა კონდეს. ამ ხარვეზის აღმოსაფრთხებლად მთავრობამ ახალი კანონპროექტი წარმოადგინა. ახალი ინიციატივით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში შეიქმნება სიპი. სააგენტოს არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია და დამოუკიდებლად შეძლებს ფარულ მოსმენებს. მესამე სექტორში არ სჯერათ, რომ ახალი სააგენტო თავისუფალი იქნება სამართალდამცველი ორგანოების გავლენებისაგან, რაც გიორგი ჩიტიძის თქმით უკანონო მოსმენების საფრთხეს ტოვებს. ფაილის სახელშიც კი ფიგურირებდა სუსის ერთ-ერთი სამართლოს უფროსის სახე, ანუ იგულისხმებოდა, რომ სუსში დაიწერა ეს კანონპროექტი, ანუ ესეც კი არ შეცვალეს ჩვენთან გადმოგზავნამდე, რაც მიანიშნებს იმას, რომ აბსოლუტურად სამართალდამცავები ცდილობენ არ გაუშვან ეს პერკეტი ხელიდან. ეს დეპარტამენტი დღეს და მომავალ სააგენტო არა მხოლოდ სერვისს გასწევს, არამედ თვითონ ქმნის იმ აპარატურას და საჭირო ტექნიკურ უზრუნველყოფის საშუალებებს, რაც გამოიყენება შემდეგ მოსმენისთვის. ანუ თვითონვე ქმნის და თვითონვე აკონტროლებს თავის თავს. არასამთავრობოებმა კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი თქმით, ხელისუფლებამ მესამე სექტორის არც ერთი შეთავაზება არ გაითვალისწინა. ისინი თვლიან, რომ მთავრობის წინადადებები კვლავ არაკონსტიტუციურია. მიხეილ ბენიძის თქმით, სააგენტოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ კითხვებს კიდევ უფრო აღრმავებს მისი ხელმძღვანელის დანიშვნის პროცესი. კანონპროექტის მიხედვით სააგენტოს ხელმძღვანელს ირჩევს 7-კაციანი კომისია, სადაც ხმათა გადამწყვეტ ოდენობას მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ქმნიან. საბოლოოდ კი სააგენტოს ხელმძღვანელს ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. სუსის უფროსს ექნება განუზომლოდ მაღალი უფლებამოსილება ამ დაწესებულების ამ ახალი სააგენტოს ხელმძღვანელის შერჩევაში. იგი იქნება სუსის უფროსი იქნება როგორც კომისიის თავმჯდომარე, ასევე ის შეერჩევს 3 კანდიდატურას, რომელსაც შემდეგ ეყრება კენჭი კომისიის მიერ. აქაც ძალიან დამოუკიდებლობის ხარისხი სწორედ ხელმძღვანელის შერჩევის ნაწილში ძალიან მოიკოჭლებს. ჩვენი ეს უფლება ყოველდღიურად ირღვევა. ეს კამპანია არასამთავრობოებმა ნაციონალური მოძრაობის დროს უკანონოდ გადაღებული ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყეს. უკანონო ფარული მოსმენებისა და თვალთვალისთავიდან ასაცილებლად 2013 წელს შეიქმნა პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორის სამსახური. ორგასაღებიანი სისტემის მიხედვით ფარული საგამოძიებო მოქმედებები ინსპექტორის ნებართვის გარეშე ვერ ხორციელდება. ახალი ინიციატივით კი შესაძლოა შესუსტდეს ინსპექტორის ზედამხედველობის ბერკეტები. თანხმობის გაცემის უფლებამოსილება, ესე ვთქვათ, რამდენადაც ვიცი, წარდგენილ ვერსიაში არ წერია, სამაგიეროდ წერია გამორთვის და შეჩერების უფლებამოსილება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია. საკომიტეტო განხილვების პროცესში აუცილებლად შევეხებით და ვუზრუნველყოფთ იმას, რომ არც ერთი ცვლილება არ იწვევდეს საგამოძიებო უწყებებთან მიმართებაში, მათზე ვისაც ჩვენ კონტროლს ვახორციელებთ და ზედამხედველობას არც ერთ შემთხვევაში არ იწვევდეს ჩვენი ბერკეტების კონტროლის და ზედამხედველობის ბერკეტების შესუსტებას. ახალი ინიციატივით ფარული მოსმენებისთვის საჭირო აპარატურის არქონის შემთხვევაში კერძო საკომუნიკაციო კომპანიები 30,000-დან 200,000 ლარამდე დაჯარიმდებიან. კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ომბუდსმენის აპარატსაც. ხელისუფლების მოდელის მიხედვით სააგენტოს საქმიანობას გააკონტროლებს სუსი, პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, პარლამენტის ნდობის ჯგუფი და კონტრდაზვერვის ნაწილში უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. თუ რა ფორმას მიიღებს მოსმენების კანონი საგაზაფხულო სესიაზე განხილვების შემდეგ გახდება ცნობილი.
ბატონო კობა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დაგვითმეთ, რომ ფარული მოსმენები კანონპროექტი ამ ინიციატივის შესახებ არის ჩვენი საუბრის მთავარი თემა, თუმცა ვიდრე დავიწყებთ საუბარს, პირველ რიგში მოგილოცავთ თქვენს ვიზა ლიბერალიზაციას, ეს გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემა, ამიტომ რამდენიმე წუთს მოგცემთ თქვენს შეაფასოთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენა. პირველ რიგში მოგესალმებით, სიამოვნებით მინდა გამოვეხმაურო ამ საკითხს და დიდი მადლობა გითხრათ თქვენ რომ მომეცით ეს საშუალება, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ეს არის მართლაც ისტორიული ფაქტი. ის თავისი მნიშვნელობით ჩვენ შეიძლება შევადაროთ ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანებას 90-იანი წლების ბოლოს, ხოლო თავისი შედეგებით ის შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს ვიდრე თუნდაც ევროპის საბჭოში გაწევრიანება, იმიტომ რომ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს პირადად მე და უმრავლესობა არ განიხილავს მარტო როგორც თავისუფალი გადაადგილების საშუალებას ევროპის ტერიტორიაზე. მოკლევადი ამ პერსპექტივაში მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მას ექნება უფრო გრძელვადი ამ პერსპექტივაში ძალიან საგრძნობი შედეგები და ეს იქნება ევროპული ცხოვრების წესთან ჩვენი მოქალაქეების ზიარება, ეს იქნება საქართველოს ეკონომიკის ჰარმონიზაციის პროცესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად მეჩვენება იმისათვის, რომ ჩვენი პროდუქცია მართლაც კონკურენტუნარიანი იყოს ევროპულ ბაზარზე და მე ვთვლი, რომ ამის რეალური შედეგებს ჩვენ 20-25 წლის შემდეგ და ალბათ პოლიტიკური მნიშვნელობა, რომელიც ძალიან დიდია, ბევრი დრო სამწუხაროდ არ გვაქვს საუბრისთვის, ამიტომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას ვუთმობთ დღევანდელ გადაცემას, ეს არის კანონი ფარული მოსმენების შესახებ, რომის ირგვლივაც ბოლო რამდენიმე წელია რეალურად, მას შემდეგ როცა იცვლებოდნენ პრემიერები და ინიშნებოდნენ ახლები, იყო ძალიან ფართო განხილვის საგანი თემა, სწორედ რომელიც ფარულ მოსმენებს ეხება. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, რატომ მიიგაჩნიათ მართლ გუნდში, რომ აღნიშნული ინიციატივა პოლიტიკური გავლენებისგან იქნება თავისუფალი? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან გრძნობიარეა და ვფიქრობ, რომ ის საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც მის გარშემოა, აბსოლუტურად ბუნებრივია. მე არ მეჩვენება, რომ ის ზედმეტია, პირდაპირ მინდა გითხრათ. იმიტომ რომ ასეთ საკითხებს ახლავს ხოლმე გაზრდილი საზოგადოებრივი ინტერესი. რაც შეეხება აი ესეთი თემების განხილვის დროს, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიხელმძღვანელოთ ორი უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან. ერთი არის ადამიანის უფლებები, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, მისი პირადი სივრცის ხელშეუხებლობა და მეორე არის საზოგადოებრივი უსაფრთხოება. ორივეს აბსოლუტურად თანაბარი ლეგიტიმური ესე ვთქვათ დატვირთვა აქვს. აქედან გამომდინარე, ყველა მათ შორის ძალიან ცივილიზებული ადამიანის უფლებების თვალსაზრისით წინწასული სახელმწიფოების ამოცანა სწორედ აი ამ ბალანსის შენარჩუნება. არ შეუძლებელია რომ რომელიმე ინტერესი იქნეს იგნორირებული და უგულებელყოფილი. აქედან გამომდინარე, ესე ვთქვათ, ჩვენ ვთვლით რომ მეტნაკლებად პირდაპირ მინდა გითხრათ, მიუხედავად იმისა, ეს ჩემი პირადი ხედვაა, რომ ამ სფეროში კვლავ ბევრი რამ არის, ესე ვთქვათ, დასარეგულირებელი, საკანონმდებლო დონეზე და ამ თვალსაზრისით მე მინდა რომ გქონდეს ჩვენ ესე ვთქვათ ინიციატივები, მიმაჩნია რომ ასე თუ ისე, ესე ვთქვათ, ის უფრო გამოხატავს იმ ატმოსფეროს, იმ სულისკვეთებას, რომელიც ჩადებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ეს აქცენტები ჩვენთვის ცნობილია, იმიტომ რომ მართველი გუნდიდან არაერთი შეფასება გაკეთდა, კომენტარები მოვისმინეთ, მათ შორის თქვენივე კოლეგები, თქვენივე გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ადამიანის უფლება არ იყოს დარღვეული და ჰქონდეს ასევე უფლება პირადი ცხოვრება იყოს პირადი. ეს გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში ნიშანდობლივია თავად არასამთავრობოების განცხადებები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ ეს ინიციატივები ვერ მოაგვარებს არსებულ პრობლემას და ხელისუფლება მათ ხედვას არ განიხილავს და არ ერთვება ამ პროცესში. არ იყო შესაძლებელი გაგეზიარებინა. მე მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, ესე ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში არასამთავრობოების ჩვენი ოპონენტების ხედვა ან ცალმხრივია, ან ესე ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, უდის მიკერძოებულობის სუნი, იმიტომ რომ მაშინ როცა დანახულია აბსოლუტურად სწორად კიდევ ერთხელ ვიმეორებ ადამიანის პირადი თავისუფლების, მისი სიტყვის გამოხატვის თავისუფლების და მისი პირადი ურთიერთობების ხელშეუხებლობის საკითხი, არანაკლებ მნიშვნელოვანი არის საზოგადოებრივი უსაფრთხოების თემა, მით უმეტეს იმ კონტექსტში, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ, იმ მოცემულობაში, რომელშიც დღეს ვართ, იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და იმ
გეოპოლიტიკურ, ესე ვთქვათ, თანხმედრაში, რაც არსებობს ჩვენს გარშემო და რომელიც უკიდურესად სახიფათოა. უსაფრთხოების საკითხები ეს არის თემა, რომელზეც ალბათ კიდევ უფრო სიღრმისეულად შეიძლება შეჯდება. მე რამე იცით გითხრათ, ეს აუცილებლად სათქმელია, რომ ამ შემთხვევაში აი ამ ბალანსის ესე ვთქვათ დარღვევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ეს გამოწვევები არანაკლებ მტკივნეულია, არანაკლებ მწვავეა, ვიდრე დაუშვათ ხშირ შემთხვევაში ადამიანს რომ არ მოვკვათ ბატონო კობა და არ დავკარგო დრო ის რომელიც თქვენ გეკუთვნით იმისთვის რომ მიპასუხოთ, გვახსოვს ჩვენ გასული წლიდან ჯერ კიდევ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განკარგულება, რომელიც უნდა შესულიყო და ანუ თავსებადი უნდა ყოფილიყო კანონი კონსტიტუციასთან, ანუ მის კონსტიტუციურობაზე თუ არაკონსტიტუციურობაზე ძალიან დიდი ხანი მიმდინარეობდა განხილვები, არასამთავრობოები კონკრეტულად ამ იდეასთან, ინიციატივასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ უკეთესი იქნებოდა ყოფილიყო დამოუკიდებელი ორგანო და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაქვემდებარებული სიპი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სწორედ ამიტომ ჩნდება ეს კითხვები რეალურად თუ კი იზრდება პარლამენტისა და დაუშვათ პრემიერის აპარატის როლი და ფუნქცია, თუ კი ის იქნება ზედამხედველი და მაკონტროლებელი, ეს ხომ არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ ვინმეს ხელი ექნება იმ გასაღებთან, რომელიც ძალიან ჩვენ ხომ აქ საქმე გვაქვს, ჩვენ ხომ აქ ესე ვთქვათ, საქმე უნდა გქონდეს იმგვარ პროცესუალ უпростоრად ამას არ ნუ დავარქვათ საგამოძიებო მოქმედებას, მართალია კანონით ეს ქვია, მაგრამ ეს ჩემი აზრით არა შესაბამისი ტერმინი, ამაზე აღარ შევიდეთ ამის განხილვაში, მაგრამ ჩვენ ხომ აქ საუბარი გვაქვს სასამართლო კონტროლზე, როცა ამგვარ ქმედებებზე ხორციელდება სასამართლო კონტროლი. ეხლა პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ არა მარტო რომელიმე სახელმწიფო ორგანომ, არამედ საშუალოდ შეძლებულმა ადამიანმაც რომ მოინდომოს, მინდა გითხრათ, რომ შესაძლებელია ძალიან თავისუფლად მოახდინოს საზოგადოების ნებისმიერი წევრის ფარული მიყურადება. ამ შემთხვევაში რა ჯობია, ესე ვთქვათ, ჩვენ გქონდეს პასუხისმგებლობით დატვირთული ორგანო, იგივე უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს იმაზე, რომ არა მარტო უსაფრთხოება უზრუნველყოს ადამიანების და ამიტომ სასამართლო კონტროლით მოახდინოს ფარული მიყურადება, არამედ არ მოხდეს იმგვარი რამ, რომ სადმე ფარული მიყურადება განხორციელდეს სასამართლო კონტროლის გარეშე, რაც მის პირდაპირ პასუხისმგებლობად შეიძლება არის. ერთ წუთზე ნაკლები დრო დაგვჭირდა, ამიტომ ორი სიტყვით კიდევ ერთ კითხვას მოვასწრებ და მოკლედ დაგისვამთ. საინტერესოა თავად რა ფინანსური რესურსი შეიძლება დასჭირდეს კანონპროექტს, რომელიც შესაძლოა დამტკიცდეს და რამდენად შესაძლებელი იყო დაუშვათ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობისას. მაქსიმალურად არის გათვალისწინებული საერთაშორისო პრაქტიკა ამასთან დაკავშირებით. თქვენ ვერ ნახავთ ერთ სახელმწიფო, სადაც ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი, ვთქვათ, მთავრობას დაუქვემდებარებელი ორგანო, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობა აქვს პასუხისმგებლობა ყველა ფერზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის უსაფრთხოებაზეც, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვაზეც. რაც შეეხება ფინანსური თვალსაზრისით, ჯერჯერობით ეს გათვლა არ ყოფილა, მაგრამ მინიმალური იქნება, ესე ვთქვათ, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ეს ფინანსური ვალდებულებები. ქალბატონო ირმა, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო. მე ვიდრე თემაზე გადავალთ, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, თქვენს მოგილოცავთ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს, ეს არის თემა, რომელზეც ყველა საუბრობს და მოკლე შეფასებას გთხოვთ, ვიდრე გადავალთ მთავარ თემაზე, რაც არის ფარული მოსმენები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიღეთ ვიზა ლიბერალიზაცია, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროპის ქვეყნებში. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საშუალება მიეცემათ ჩვენს მოსწავლეებს, სტუდენტებს, იგივე პაციენტებს, წვდომა ჰქონდეთ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაზე და განსაკუთრებით ახალმა თაობამ ნახოს რა არის ნამდვილი ევროპა. ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის მმართველობის დროს თვითონ სააკაშვილი როგორ ყვებოდა იმაზე, რომ ფრანკფურტის აეროპორტზე დიდია თურმე თბილისის აეროპორტი და თურმე უფრო კომფორტულია თბილისის აეროპორტი ვიდრე ფრანკფურტის. ეს არის ძალიან პრიმიტიული პატარა მაგალითი, მაგრამ როდესაც ეს ახალი თაობა ნახავს ფრანკფურტის აეროპორტსაც და პარიზსაც, ბრიუსელსაც და ჟენევასაც, მას ექნება თავისი წარმოდგენა რა არის ევროპა. პლუს კიდევ არის უამრავი თემა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიასთან და ასე შემდეგ და ეს კიდევ უფრო გაღრმავდეს
უნდა ეს პროცესი. კი ბატონო, სასაუბრო ნამდვილად ბევრია და ის სიკეთეები, რომელიც ამ მნიშვნელოვან მოვლენას შეიძლება თუმცა პასუხისმგებლობებიც არის. გასაგებია და აბსოლუტურად ბუნებრივიც არის. ხელისუფლებას არ სურს დათმოს შანტაჟის საშუალება, ეს იყო საპარლამენტო უმცირესობის წევრების მიერ გამოთქმული ფრაზა, განცხადება ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით და ყველა მიცის, რომ ბოლო რამდენიმე წელია, მას შემდეგ როცა იცვლებოდნენ პრემიერები, მიმდინარეობდა კამათი და კამათი დღესაც გრძელდება. პირველ რიგში თქვენ უნდა გკითხოთ, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წევრს, როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს იდეალური მიგნება ამ შემთხვევაში კანონპროექტთან დაკავშირებით, რომ იმ გასაღებთან დაკავშირებით უნდა იყოს ორგასაღებიანი სისტემა, ერთგასაღებიანი სისტემა, ვის ხელში უნდა იყოს და ვინ უნდა აკონტროლოს და როგორ. თქვენი ხედვა უშუალოდ აი ამ ინიციატივასთან დაკავშირებით. პირველი ფარული მოსმენა, მიყურადება თვალთვალი, უკანონო თვალთვალი, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი რამ. ჩვენი საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ამას წინ უნდა აღუდგეს. მეორე, თქვენ ახსენეთ უმცირესობა, რომელიც აპროტესტებს ხო ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ამ მოდელს. ეს მათ შორის ის უმრავლესობაა, რომელიც როდესაც ხელისუფლებაში იყო, თვითონ ერგავდა უკანონო თვალთვალის და მოსმენის სისტემას და მთლიანად აი დღევანდელი ამ ეგრეთ წოდებული უმცირესობის წარმომადგენლების პოლიტიკა, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, აგებული იყო ამ თვალთვალზე, მიყურადებაზე და 80,000 ფაილი ამ გზით შექმნეს მათ. ამიტომ მათ მიერ გახმოვანებული სხვადასხვა შენიშვნები არ არის აქტუალური არც ჩემთვის, არც ქართველი ხალხისთვის და მეც გეტყვით ეს ადამიანები უნდა გასამართლდნენ, პასუხი უნდა აგონ იმ დანაშაულებებისთვის, რაც თუნდაც ამ ნაწილში აქვს ჩადენილი, რომ უამრავი მასალა აღმოჩნდა სამეგრელოში, კასრებში, აი ამ გზით გადაღებული და კიდე სხვა კასრებში. და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხალხი წარმოდგენილია პარლამენტში და ისე ბლატაობენ, თითქოს ამ ქვეყანას არაფერი არ დაუზიანეს. და ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც არ იქნება დაფუძნებული აი ამ განურჩევლობაზე, გესმით? და მოსმენების თვალთვალის, აი ეს ძალიან მტკივნეული თემაც ამასთან არის კავშირში. დღეს ხელისუფლება ამბობს, რომ შეიქმნება სტრუქტურა, რომელიც სიპი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო სამსახურს დაქვემდებარებული. დაექვემდებარება სუს, მაგრამ თან ამბობენ, რომ იქნება ავტონომიურ რეჟიმშიც, რომლის ხელმძღვანელსაც დანიშნავს პრემიერი, ანუ სუსის გავლენიდან ეს სტრუქტურა თავისუფალი არ არის, ხო სწორია? მაინც ექვემდებარება უშიშროების სტრუქტურას და ამტკიცებენ, რომ მაგალითად ბატონი არჩილ თალაკოზის განცხადებებიდან ცნობილი გახდა, რომ ის ამბობდა, რომ გაიზრდება საპარლამენტო კონტროლი, გარკვეული ზეგავლენა იქნება დაუშვათ პრემიერსაც და აქ უკვე ახმაურდნენ არასამთავრობოები და ბუნებრივია ჩვენი გადაცემა ემსახურება იმას, რომ მივაკვლიოთ, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებას თუ ვის ან რატომ უნდა დაუჯერო. ამიტომ არის საინტერესო საპირწონეთ არსებული მოსაზრებები, რომელსაც პოლიტიკური სპექტრი გამოხატავს. ანუ ეს როგორი უნდა იყოს, როგორი სტრუქტურა უნდა იყოს. პირველი უნდა იყოს დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც სუს არ უნდა ექვემდებარებოდეს. კი ბატონო, ამ სააგენტოს ხელმძღვანელს უნდა ნიშნავდეს პრემიერი. ეს სააგენტო უნდა იყოს ანგარიშვალდებული არა მარტო პრემიერის წინაშე, არამედ პარლამენტის სათანადო კომიტეტების წინაშე, იქნება ეს თავდაცვის კომიტეტი, დობის ჯგუფი, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი, პლუს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ეს სტრუქტურა სააგენტო ანგარიშვალდებული უშიშროების საბჭოს წინაშეც და დამატებით სახალხო დამცველს უნდა გქონდეს შესაძლებლობა, რომ პერსონალურად გქონდეს მონაწილეობის ზეგავლენის კონტროლის საშუალება ამ სტრუქტურაზე. მაგრამ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ სახელმწიფო ასე ვთქვათ, მაინც სახელმწიფო სტრუქტურაზე რა, რომელიც სუს დაექვემდებარება მომავალში. და უკანონო მოსმენების და თვალთვალის გამორიცხვა გვინდა, ხო, ამ სტრუქტურის მხრიდან. ან მივაგნოთ გარანტიას, რომელიც დაიცავს საზოგადოებას. სხვაგან წავიდეთ, სხვა მიმართულებაც გავაანალიზოთ. დღეს ისე არის ტექნოლოგიები განვითარებული, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ კონკურენტს შენსას შეუძლია იყიდოს აპარატურა, რომელიც არ ღირს ძვირი, ვთქვათ, ამ ტიპის პარტიებისთვის, რომლებსაც 1 მილიონი, 2 მილიონი და 5 მილიონი აქვს არჩევნებში და 10 დახარჯული და ეს, ვთქვათ, ამ ბიზნეს კომპანია, ამ პარტია შეიძენს ესეთ აპარატურას და დაიწყებს მოსმენას და დაიწყებს ირმაინაშვილის თვალთვალს. მე პირიქით ხელისუფლებას ვეკითხები, რა სტრუქტურაა, რომელიც სწორედ აი ამ ტიპის მოსმენებს გამორიცხავს?
მე სუსის მხრიდან და აი ამ სააგენტოს მხრიდან მოსმენებზე ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ ინდივიდუალურ, ეგრეთ წოდებულ მოხალისე, არალეგალურ თვალთვალზე და დევნაზე და მოსმენაზე. ქალბატონი, ამ საკითხს რადგან 2 წუთზე ნაკლები დრო დაგვრჩა, მე კიდევ ერთ კითხვასაც მოვასწრებ და დაგისვამთ, გარკვეულწილად გამოდის, რომ იზიარებთ არასამთავრობოების პოზიციას თქვენს, რომ არსებობდეს დამოუკიდებელი უწყება, ორგანო, სააგენტო თუ ასე შემდეგ, რას დაარქმევენ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია იყოს დაცული ადამიანის უფლებები და კაცრად დაცული მათი პირადი ცხოვრება, რაც ალბათ უმთავრესია დემოკრატიულ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის. ამისთვის გარკვეული ალტერნატივა, ის წითელი ხაზები, რომელსაც დაუშვათ თქვენ ხედავთ და შესაძლოა არსებობდეს. რა უნდა გაითვალისწინოს აუცილებლად მმართველმა გუნდმა? მმართველმა გუნდმა არ უნდა გაიმეოროს ის, რაც ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. ამიტომ არ არის საჭირო მსგავსი სტრუქტურის ფორმირება იმ სტილში, რომ ის კვლავ სუსს ექვემდებარებოდეს. ეს ერთი, მეორე, რაზეც მე ვისაუბრე, აუცილებელია სახელმწიფომ და ხელისუფლებამ გვითხრას, როდესაც ბიზნეს პარტნიორები თუ კონკურენტები უსმენენ ერთმანეთს, როდესაც პოლიტიკური კონკურენტები usmenen და უთვალთვალებენ ერთმანეთს, ვინ მიცავს მე, როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ვინ მიცავს მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და მერწმუნეთ, ეს უფრო მნიშვნელოვანი თემაა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ არავინ არ არის დაცული ამ ქვეყანაში, კერძო თვალთვალისგან, აქ სუსის თვალთვალი ერთი პრობლემაა. მეორე კერძო თვალთვალისგან არავინ არ არის დაცული და კარგი იქნება თუ ზედაპირულად კი არ ვიმსჯელებთ ამ თემებზე, უფრო სიღრმისეულად მიუდგებით ამ საკითხს. ასეთი იყო ბოლო რამდენიმე დღის მნიშვნელოვანი თემები. მეორე საზოგადოებრივის ეთერში გადაცემა ჩვენი პარლამენტის ზუსტად ერთ კვირაში დაბრუნდება. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ახლა კი ერთად გადავავლოთ თვალი იმ საკითხებს, რომლებზეც საკანონმდებლო ორგანოში მსჯელობდნენ. ფრაქცია სოციალ-დემოკრატებმა საკონსტიტუციო კომისიას 2 ინიციატივით მიმართა. გია ჟორჟოლიანის თქმით, ქვეყნისა და ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია პარლამენტს ჰქონდეს ფისკალური პოლიტიკის გატარების საშუალება. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ითხოვს ქვეყნის მთავარ კანონში გაუქმდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მხოლოდ რეფერენდუმის წესით არის შესაძლებელი ახალი გადასახადების დაწესება და ზრდა. მეორე ინიციატივა კი კონსტიტუციის პრეამბულაში ღირსეული საცხოვრებლის უფლების შესახებ ჩანაწერის დამატებას ითვალისწინებს. ახალი გადასახადი ან გადასახადის გაზრდა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ რეფერენდუმის მეშვეობით, თუ ეს რეფერენდუმი შეუძლია დანიშნოს მხოლოდ დარღვევა და არა სხვა წესებით, რაც სხვა შემთხვევაში განსაზღვრულია რეფერენდუმისათვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ჩანაწერი რადიკალურად ასუსტებს სახელმწიფოს არაძლევს შესაძლებლობას პარლამენტს განახორციელოს თავარი საკუთარი ფუნქცია, წარმომადგენლობითი ფუნქცია. ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებს მოусმინეს. სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამედიცინო დაწესებულებებში არსებული პრობლემები განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. ჩვენ გვინდა გამოვიტანოთ პრობლემატური საკითხები, რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც ჩვენი სტრუქტურული ერთეულები გახლავთ, ამ დაწესებულებების პრობლემატიკას, მატერიალური ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაციას, საკადრო პოტენციალის შესახებ პრობლემატურ საკითხებს და გვინდა დავაყენოთ საკითხი განსაკუთრებული საშეღავათო პაკეტის შემუშავების შესახებ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. აი ეს ახალი სტრატეგია, გადაწყვეტილება ნიშნავს დევნილების შეურაცხყოფას, პირდაპირ არ არის საუბარი 45 ლარზე, რომელიც თავისთავად მიზერულია. უბრალოდ ეს არის პასუხისგებლობის მოხსნა იმ სოციალური პრობლემების წინაშე და პოლიტიკური პრობლემების წინაშე, რომელიც დევნილებს გააჩნიათ, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ თავაზობენ, რომ 175 ლარი თუ გაქვს ოჯახში შემოსავალი, მთელ ოჯახში, მაშინ შენ აღარ გჭირდება სახელმწიფოს დახმარება. მეორე თაობა თუ ხარ დევნილი, შენ აღარ გჭირდება სახელმწიფოს დახმარება და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიდივართ სიტუაციამდე, რომ ეს მთავრობა უბრალოდ პასუხისგებლობას იხსნის დევნილების წინაშე. საუბარი ნებისმიერ განსაკუთრებულ პაკეტზე შესაბამისად აბსოლუტურად კანონზომიერია. დღესაც მინდა გითხრათ, რომ სარგებლობენ მაქსიმალურად იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც ქართულ სახელმწიფოს გააჩნია, სწორედ ჯანმრთელობის დაცვის ისეთი პროგრამით, რომელიც მათ საშუალებას აძლევს ისარგებლონ ყველა, ასე ვთქვათ, იმ შეღავათით, რომელიც აქვს საქართველოს ყველაზე უმწვევ მოქალაქეებს და ზემოთ ამისა, გარდა ამისა არსებობს კიდევ საშუალებები, რომელთაც ხდება მაქსიმალურად დახმარება, რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვას და სოციალურ დაცვას.